პირადი შურისძიება ივანიშვილის მიმართ გაჟღერებული კრიტიკული პოზიციების გამო. ასე აფასებენ პროდასავლურად განწყობილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აფგან სადიგოვის საქართველოდან ღამის 4 საათზე გაძევებას. მათ ეჭვი არ ეპარებათ, რომ ქართულმა ოცნებამ ეს ადამიანი მხოლოდ იმიტომ დასაჯა, რომ დედაქალაქის მთავარ გამზირზე ჩვენი ქვეყნის დასავლურად განწყობილ მოქალაქეებთან ერთად იდგა ყოველდღიურ რეჟიმში და აფიქსირებდა მის კრიტიკულ პოზიციას ყველა იმ უსამართლობასთან დაკავშირებით, რომელიც მათივე განმარტებით განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში არის გამძაფრებული საქართველოსა და დედაქალაქში განსაკუთრებით. ასევე ისინი ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ქართულმა ოცნებამ და სასამართლომ დაარღვიეს ადამიანის უფლებათა ევროპულის სასამართლოს გადაწყვეტილება. ისინი უცხადებენ სოლიდარობას აფგან სადიგავს. ჩვენ გარდა ამისა მოვისმინეთ სამოქალაქო აქტივისტების პოზიციაც, ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღე იდგნენ ხოლმე აფგან სადიგოვთან ერთად დედაქალაქის მთავარ გამზირზე, ამბობენ, რომ აფგან სადიგოვი არის ძალიან კეთილსინდისიერი ადამიანი, რომელიც საკუთარ პროტესტს ყოველთვის დემოკრატიულად და შეუფარავად გამოხატავდა, ამიტომ ეს არის კიდევ ერთი ცალსახა და ნათელი დადასტურება იმისა, რომ ქართული ოცნება არ ინდობს არავის, ვინც ბედავს და მის წინააღმდეგ კრიტიკულ პოზიციას აფიქსირებს. ისაც ჩვენ ვიხილეთ წუხელი, ეს არის პრინციპში ბოლო საფეხური ალბათ სასამართლოს დამორჩილების და მართლმსაჯულების განადგურების ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ საქართველოში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ღამის 3 საათზე მოსამართლეს იბარებენ სასამართლოში და ატარებინებენ სხდომას, რომლის შედეგიც წინასწარ ყველასთვის არის ცნობილი. ცნება არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ ვაჭრობს ტყვეებით, ვაჭრობს ადამიანებით, აყავს ეს ადამიანები კანონის სახელით ტყვეობაში, ზოგი სისხლსამართლებრივი წესით ყავს გამოკეტილი სასამართლოში, ზოგი ადმინისტრაციული წესით და ზოგს აგერ კანონის სახელით პოლიცია იტაცებს, შემდგომ სასამართლო ასამართლებს და შემდგომ აბრუნებენ ქვეყანაში, სადაც მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე. ივანიშვილი პუტინის პლაკატებს წვავდა, მაგით ძალიან ხშირად. იდგა კიდეც სუსის შენობის წინ და აქცია ქონდა კვირეების მანძილზე, რომ დაიჭირეთ ივანიშვილი. ჩვეულებრივი ჰუმანური პროტესტის ფორმა. საერთაშორისო კანონმდებლობა არ კრძალავს ამას. შენი ხმა გაქვს, შენი პროტესტი გაქვს. რაც ჩვენ ვერ გავაკეთეთ ქართველებმა, ვერ დავიჭირეთ ბანერები ივანიშვილი დააპატიმრეთ. აფგანმა გააკეთა და დადო გული საქართველოსთვის და პოლიტპატიმრების გადასარჩენად. ჩვენ წინა გამოშვებებში გიყვებოდით, რომ აფგან მუხთარლიმაც გამოუცხადა სოლიდარობა აფგან სადიგოვს. ახლა მან პირველებთანაც გააკეთა კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით, თქვა, რომ სადიგოვს სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში ძალიან მძიმე პირობებში ყოფნა და უკიდურეს შემთხვევაში სიკვდილიც კი ემუქრება. მან ჩვენთან საუბრისას გაიხსენა პრეცედენტები თუ როგორ უსწორდებოდნენ ადამიანებს კრიტიკული პოზიციის გამო. მან ასევე ისიც განაცხადა, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეს არის ტესტი. მისივე განმარტებით უკვე დიდი ხანია ეს ორი ქვეყანა ანტიდემოკრატიულად იქცევა, თუმცა სწორედ ახლა გამოიკვეთება და გაირკვევა აფგან სადიგოვთან დამოკიდებულებიდან გამომდინარე, თუ როგორ გაივლის ამ ტესტს აზერბაიჯანი, რადგან ასევე მისი განმარტებით საქართველოს ეს ტესტი ვერ ჩააბარა. მან შუა ღამის 4 საათზე ადამიანი გააგდო, გააძევა ქვეყნიდან და მანამდე კი მას პოლიცია სახლში შეუვარდა. ეს ყველაფერი მოხდა ადმინისტრაციული წესით დაპატიმრების მოტივით. თითქოს მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციას. Facebook პოსტით ეს ყველაფერი ქრონოლოგიათა ასეთი წყება არის იმის დემონსტრირება ყველა დასავლურად განწყობილი ადამიანისათვის, რომ ასე იქცევიან ანტიდემოკრატიული რეჟიმები და ასე სჯიან ყველას, ვინც ბედავს და მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ კრიტიკულ პოზიციას აფიქსირებს. ადრეც იყო ასეთი შემთხვევები. აზერბაიჯანში მოკლეს აქტივისტი, რომელიც თბილისიდან გააძევეს. ოპოზიციონერები, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ, ბაქოში დეპორტაციის შემთხვევაში დიდი საფრთხე დაემუქრებათ. სადიგოვს შეეძლო დაკავებამდე საფრანგეთში წასულიყო და თავშესაფარი მოითხოვა, მაგრამ არ დააცადეს. ახლა ის დაკავებულია, მისი ადგილსამყოფელი კი ამ დრომდე უცნობია. სასამართლომ სადიგოვი დაადეპორტირა. ეს წინასწარ იყო გათვლილი ორივე მხარის მიერ. მიზანი მისთვის პასპორტი
დისკომფორტის გარეშე დატოვება იყო, რომ თავშესაფარი ვეღარ მოითხოვა სხვა ქვეყანაში. 2 წელია ქართველი აქტივისტები და ჟურნალისტები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ სადიგოვის უფლებები დაეცვათ. ის დაიხსნეს კიდეც პატიმრობიდან, მაგრამ ახლა ისევ დააკავეს. საქართველო და აზერბაიჯანი ახლა გადიან დემოკრატიის ტესტს. ამ ორ ქვეყანაში დემოკრატია კრიზისშია. ივანიშვილიც და ალიევიც და სხვა დიქტატორები ამ ყველაფერს სათავისოდ იყენებენ. აფგან სადიგოვის საქმე გუშინ ღამით წავიდა სტრასბურგში, ამას გვიდასტურებენ მისი უფლებადამცველები. ისინიც ღია დაფიქსირებენ პოზიციას იმასთან მიმართებით, რომ ეს არის შურისძიება და რომ კორელაციის შედეგად მიიღეს ეს გადაწყვეტილება აზერბაიჯანმა და საქართველომ და манипуляციურად სცადეს ამ ადამიანის საქართველოდან გაძევება, რასაც წინ უძღოდა მათ შორის 1 აპრილს გაკეთებული განცხადება აზერბაიჯანის მხრიდან, რომ მან შეწყვიტა სისხლის სამართლებრივი დევნა სადიგოვის წინააღმდეგ. ჯერჯერობით უცნობია თუ სად არის და როგორ არის სადიგოვი, თუმცა უდიდესი ალბათობით ის უკვე აზერბაიჯანში იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტროს პოსტიდანაც ირკვევა, რომ ის უკვე არის გაძევებული საქართველოდან. ჩვენ მის მეუღლესთანაც ოჯახის წევრებთან მქონდა კომუნიკაცია. მას სურდა კომენტარის გაკეთება, თუმცა მძიმე ემოციური ფონიდან და განწყობიდან გამომდინარე ჯერჯერობით ეს ვერ შეძლო. ამიტომ ჩვენ ველოდებით მოვლენათა განვითარებას და ვარკვევთ თუ სად არის ახლა აფგან სადიგოვი. ხატია სამხარაძე იყო პირველების პირდაპირ ეთერში.